გიორგი ბაჩაშვილის ადვოკატმა გაავრცელა ვრცელი წერილი, სადაც პატიმრობაში მყოფი თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი დეტალურად ყვება იმის შესახებ, თუ რა მოხდა 11 ივლისს მის საკანში. ამ წერილში ბაჩაშვილი ამბობს, რომ საკანში 11 ივლისს მისთვის უცნობი სპორტული აღნაგობის პირი შევიდა და მას ფიზიკურად გაუსწორდა და მიაყენა ძიმე ფიზიკური დაზიანებები და ის ასევე ამბობს, რომ მას დასჭირდა 3 ნაკერის დადება. ინციდენტს, როგორც თავად გიორგი ბაჩაშვილი ამ წერილში წერს, წინ უძღოდა მერვე პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელთან დავით გოგობერიშვილთან შეხვედრა, რომელიც მისი თქმით მას თხოვდა ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტოვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაიხსნა. მოусმინოთ ახლა უფრო ვრცლად თუ რას ყვება ამ წერილში გიორგი ბაჩაშვილი. 2025 წლის 8 ივლისს 21 საათზე დამიბარა ნომერ მერვე დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა, რომელიც გამეცნო მეგობრულად და რამდენჯერმე მირჩია, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტოვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გამეხსნა. აინტერესებდა თუ როგორ მოვახერხებდი ტექნიკურად ამ ყველაფერს. ვუპასუხე, რომ ამ პირობებში, როცა ჩემი და ასევე ჩემი ოჯახის ქონებაზე მიდის ნადირობა, თავად კი ვარ გამომწყდეული ყველა უფლების დარღვევით, არ მიმაჩნდა მიზანშეწონილად, რაზეც დავითისგან შემდეგი პასუხი მივიღე. გიორგი, არ ხარ შენ იმ სიტუაციაში, რომ პირობები დააყენო, ხომ იცით ციხეში ყველანაირი ადამიანი ზის, გიჟიც და ნაკლებად გიჟიც. საუბარი იყო მეგობრული ტონით და იმ მომენტში მე ეს მუქარად არ აღმიქვამს. 11 ივლისს საღამოს 19 საათზე გაიღო ჩემი საკნის კარი, სადაც მარტო ვიყავი ბოლო 1 კვირა, ვიდეო მეთვალყურეობის ქვეშ. საკანში განთავსებულია 2 ვიდეო კამერა. ვიცი, რომ ვიდეო თვალი მუშაობს და 24 საათი მაკვირდებიან. და შემოვიდა ჩემთვის უცნობი პიროვნება. ჩემთვის მას არ უთქვამს ვინ იყო, თავად არ გამეცნო. შემდეგ მე ვკითხე ვინაობა, რაზეც აგრესიულად მიპასუხა, რომ აქ კითხვებს მხოლოდ ის სვამდა. მე ვუთხარი, რომ ასე საუბარი ვერ შედგებოდა. აღნიშნულის შემდეგ მან დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და გინება. ვთხოვე, შეეწყვიტა გინება, რის შემდეგაც ის პირდაპირ ჩხუბზე გადავიდა. საკანში იდო შუშის ჩაის ჭიქა, რომელიც აიღო და თავზე გადამაფშნა, რის შემდეგაც მუხლებზე დავეცი და წამიერად გონება დავკარგე. გონზე მოსვლის შემდეგ ის პიროვნება ისევ განაგზობდა ჩემს ცემას და ჭიქის ნამსხვრევის მოქნევას ცდილობდა ყელის და სახის არეში. თუმცა მარჯვენა მაჯაზე მოახერხა ჭრილობის მიყენება. მეორე ხელით კი მუშს მიგტყავდა სახეში. რამდენჯერმე კედელზე მიმაგტმევინა თავი. საკანში იყო სისხლის გუბე. კედლებით სისხლით იყო დასრული. ვითხოვდი შეხვედრას ციხის უფროსთან. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ ჩემთან მოვიდა ციხის უფროსი და გამიყვანა მორიგე ქირურგთან. ციხის უფროსმა მითხრა, რომ ეს პიროვნება იყო მჟავდადებული და მისი განკარგულებით შემოუშვეს შესახლების მიზნით და არ იცოდა თუ იჩხუბებდა. თუმცა ჩემთვის უკვე ყველაფერი ნათელი იყო, რადგან ეს მუქარის მესიჯის აღსრულება იყო. ვივამეთში ჩამიტარდა კვლევები, თავის კატე, სისხლის ანალიზი, თავზე დამჭირდა 3 ნაკერის დადება, ჰქონდა მრავლობითი კოპები, მარჯვენა მაჯაზე 1 ნაკერი, ნაკბენი მარცხენა ხელის მკლავზე, დამიმუშავეს. ქვედა ტუჩი შიდა მხრიდან იყო გახეთქილი, თუმცა არ გამიკერეს. ასევე აღმენიშნებოდა მარჯვენა სახის არეში თვალის და ლოყის არის საგრძნობლად შეშუპება. მარჯვენა ქვედაყბის მე-6 კბილი კი მომწყდა. ასევე აღმენიშნებოდა სისხლნაჟღენთები ყელის არეში, კუდუსუნის და ზურგის მიდამოებში. ჰქონდა თავის ტკივილი, გულის რევის შეგრძნება, ყურებში შურული, თავბრუსხვევა. მოვითხოვეს სტაციონარში დარჩენა, თუმცა უარი მითხრეს. მომკიდეს ხელი და ძალის გამოყენებით ჩამსვეს საბადრე მანქანაში, დამაბრუნეს მერვე დაწესებულებაში, სხვა საკანში. მას შემდეგ, რაც გიორგი ბაჩაშვილის სახელით გავრცელდა წერილი, შემდეგ უკვე პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ მსჯავრდებული გუბო აქ იგულისხმება გიორგი ბაჩაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2025 წლის 27 მაისს. იგი განთავსებული იყო არა სამარტო, არამედ 4 ადგილიან საცხოვრებელ საკანში, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თანამესაკნესთან ერთად, მათ შორის მიმდინარე წლის 12 ივლისამდე ვკითხულობთ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. აქ საინტერესო დეტალი ის არის, რომ უწყება არ აკონკრეტებს თუ როდის შეასახლეს ინციდენტში მონაწილე პირი თავად გიორგი ბაჩიაშვილთან და თავად გიორგი ბაჩიაშვილი კი ამბობს, რომ ეს პირი მასთან სწორედ იმიტომ შეასახლეს, რომ მას ფიზიკურად გასწორებოდა. და ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახური წერს, რომ ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. მოგვიანებით ასევე სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე და მისი წარმომადგენელი უკვე შეხვდა გიორგი ბაჩიაშვილს
გიორგი ბაჩაშვილი დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ამჟამად კი მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში არის მოთავსებული. მსჯავრდებულმა სახალხო დამცველის აპარატისგან ითხოვა არ გასაჯაროებულიყო ინფორმაცია, ვიდრე ამის შესახებ მისი ადვოკატებისგან არ გახდებოდა საზოგადოებისთვის ცნობილი. სახალხო დამცველმა ზემოხსენებული ინფორმაციასთან დაკავშირებით უკვე მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, სპეციალური პენიტენციური სამსახურს და დაწესებულების ადმინისტრაციასთან სახალხო დამცველი წერს, რომ ყურადღებით მიადევნებს თვალს თუ როგორ წარიმართება გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა ასევე გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტს. ციტატას დაგიკითხავთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებიდან. ყველას მინდა გავახსენო ის ფაქტი, რომ სწორედ ამ უსასტიკესი მოქმედებებისა და ციხეებში უსამართლო მოქცევის გამო დამთავრდა წინა რეჟიმი, განაცხადა მეხუთე პრეზიდენტმა და დასძინა, რომ გიორგი ბაჩიაშვილის სიტუაცია დღეს არის საგანგაშო. სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, ასევე ვიდეო განცხადება და ჩვენ შეგვიძლია ახლა რომ მოვისმინოთ მისი ეს განცხადება. გიორგი ბაჩიაშვილის სიტუაცია დღეს არის საგანგაშო. მიუღებელი არის, რომ არ იყოს დაცული ციხეში ის ელემენტალური ფორმები, რაც ნებისმიერ ქვეყანაში ითვლება როგორც ოდნავ მაინც დემოკრატიის სტანდარტები. ჩვენ აქ აღარა ვართ. ზღვა გადასული არის ის, რაც ხდება, როგორ უსწორდებიან თვით საკანში ადამიანს, რომელიც იქ იხთილს სასჯელს და როგორ მერე გადაყავთ კლინიკაში, როცა უნდათ, როგორც უნდათ, გაუფრთხილებლად, ისე რომ არანაირი ახსნა განმარტება ან საჯაროობა ამის მიმართ არ არსებობს. დაუცველობა არის ის, რაც სუფევს ამ ქვეყანაში. და მინდა ყველას გავახსენო ის ფაქტი, რომ სწორედ ამ უსასტიკეს მოქმედებების გამო და ამ უსამართლო მოქცევის გამო ციხეებში, სწორედ ამითი და ამის გამო დამთავრდა წინა რეჟიმი. ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ პასუხისგებლობა ამ ყველაფერზე ბოლომდე იქნება იმათი, ვინც არამხოლოდ ბრძანებებს იძლევა, არამედ ასევე იმათი, ვინც ასრულებს ამ ბრძანებებს, გავუკითხავთ და მზად არის, რომ უსასტიკეს ქცევაში მიიღოს მონაწილეობა. ვიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა. 2025 წლის 10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა კრიპტოვალუტების საქმეზე. ის ბრალდებულად ცნეს როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ასევე უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში, ანუ ფულის გათეთრებაში. პროკურატურა ბაჩიაშვილს 99 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს ახკვეთის ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა. მას შემდეგ, რაც მას ეს გირაო შეეფარდა, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს ფარულად დატოვა, ხოლო უკვე შემდეგ 27 მაისს გახდა ცნობილი, რომ ის დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით ის წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებულ ეგრეთ წოდებულ მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ დააკავეს, ხოლო გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატები და თავად გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ის იძულებით დააბრუნეს საქართველოში. ის იყენებს ასეთ ტერმინს, როგორც არის გატაცება, ის ამბობს, რომ ის გაიტაცეს და ასე დააბრუნეს საქართველოში და მაშინაც გიორგი ბაჩიაშვილი ამბობდა, რომ მას წამების საფრთხე ემუქრებოდა.